წიგნების მაღაზიაში გაყიდული ყოველი წიგნი ან მყარყდიანია, ან დეტექტივია. შესაბამისად, რადგან ნინისთვის ნაჩუქარი წიგნი არ არის დეტექტივი, ამიტომ ის არ არის შეძენილი წიგნების მაღაზიაშიო. ჩამოთვლილთაგან, რომელი უნდა დაემატოს ამ მსჯელობას, რომ ის ლოგიკურად მართებული გახდეს. ოკეი. ესე იგი, ან კავშირი გვაქვს, მათ მყარყდიანსა და დეტექტივს თანაკვეთა ვერ ექნება. რადგან ინისთვის ნაჩუქარი წიგნი არ არის დეტექტივი, ანუ დეტექტივი გამოვიცხეთ. ამიტომ ის არ არის შეძენილი წიგნის მაღაზიაშიო, ჯერ ეს მსჯელობა, რა თქმა უნდა, ბოლომდე მართებული არ არის, იმიტომ რომ შეიძლება იყოს მყარყდიანი. და უნდა ვიპოვოთ ხა ისეთი პასუხი, რომელსაც დავუმატებთ პირობას, წანამძღვრად და მსჯელობა მართებული გახდება. ნინისთვის ნაჩუქარი თითოეული წიგნი მყარყდიანია, ეს რა თქმა უნდა არ გამოგვადგება, იმიტომ რომ თუ მყარყდიანია, არის შანსი, რომ ამ წიგნების მაღაზიაში ყოფილიყო შეძენილი. არც ერთი წიგნი არ არის დეტექტივი, ამას პირდაპირ ამოვდა პირობა, რომ არ არის დეტექტივი, ამიტომ ახალი აფერი არ მოგვცა ამან ჩვენ. ნინისთვის ნაჩუქარი ყველა წიგნი მყარყდიანი დეტექტივია, თუ მყარყდიანი დეტექტივია და ესე იგი ჩვენ ვიცით, რომ წიგნების მაღაზიაში გაყიდული ყოველი წიგნი ან მყარყდიანია, ან დეტექტივი. ასევე ვიცით, რომ ნინისთვის ნაჩუქარი წიგნი არ არის დეტექტივი, ახლა აქ გეპასუხში პირობა ეწინააღმდეგება ტექსტს, ანუ ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგი გვექნა. ჯერ ამბობს პირობა, რომ ნინისთვის ნაჩუქარი წიგნი არ არის დეტექტივიო, ახლა ჩვენ თუ წანამძღვარს დავუმატებთ, რომ ნინისთვის ნაჩუქარი ყველა წიგნი დეტექტივია, არა აქვს სხვა შეხვდას მნიშვნელობა. ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგი გამოდის რა, ანუ ეს ტიპირობა ვერ იარსებებს ფიზიკურად. ნინისთვის ნაჩუქარი ყოველი წიგნი რბილყდიანია, რაც უკვე მყარყდიანის არსებობას გამორიცხავს. ესე იგი, თუ ნინისთვის ნაჩუქარი ყოველი წიგნი რბილყდიანია და თან დეტექტივი არ არის, ესე იგი ის ამ წიგნების მაღაზიაში შეძენილი ვერ იქნება და მსჯელობა გამოდის მართებული. ნინისთვის ნაჩუქარი ზოგიერთი წიგნი დეტექტივია, ესეც არ გვაწყობს, იმიტომ რომ ეწინააღმდეგება პირობაში მოცემულ შინაარსს.